დღევანდელ გადაცემას დავიწყებთ ერთი ამონარიდით. შენ ამეტყველე არა მარტო მხატვრული, არამედ ჩვენი პოლიტიკური, ფილოსოფიური, თეოლოგიური, იურიდიული ცხოვრების უკვდავი ძეგლები. ისე როგორც ეს ჭეშმარიტად დიდ მეცნიერს შეეფერება. გვიანბე ყველაფერი, რაც კარგი და ლამაზი შეუქმნია ქართველ კაცს, რაც ჩვენს წინაპრებს მსოფლიო კულტურის საგანძურში შეუტანიათ. ამ სიტყვებს კორნელი კეკელიძის ცხედართან ირაკლი აბაშიძე ამბობს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აკადემიკოს კორნელი კეკელიძეზე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით მის კაბინეტში. აქ ყველა ნივთი, ყველა წიგნი მისი პირადი საკუთრებაა და მის ენერგიას ასხივებს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წვლილი დასდო ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთი ყველაზე ძვირფასი საგანძურის, ქართული ხელნაწერების კვლევას. მის ბიოგრაფიებში ასე წერია, რომ ის არის ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგი და თეოლოგი, თუმცა ბევრად დიდი და ფართოა მისი მუშაობისა და ინტერესების სპექტრი. კორნელი კეკელიძე თავიდან ბოლომდე მთელი ცხოვრებით იყო ჩართული აი ამ დიდ გზაზე. მას ჰქონდა მანდატი, ეკვლია ქართული ხელნაწერები, არა მხოლოდ საქართველოს სიძველე ცაცავებში, თუმცა ესეც ძალიან დიდი საქმე იყო იმ დროს, არამედ რუსეთის მასშტაბითაც. მას ჰქონდა უფლება ემუშავა სირიის, ათონისა და იერუსალიმის ხელნაწერებზე და ჰქონდა მოხსენებითი ბარათი იმის თაობაზე, რომ ეს ხელნაწერები ოდესმე საქართველოში დაბრუნებულიყო. ეს სურვილი მისი გამოთქმული და გამოხატულია. კორნელი კეკელიძე ძველი ქართული მწერლობის დარგში ყველაზე მთავარი ფუნდამენტური ნაშრომების ავტორია. როგორც მისი თანამედროვენი ამბობდნენ, ის რაც კორნელი კეკელიძემდე იყო, მხოლოდ კომპილაცია იყო, ნამდვილი ფუნდამენტური სამეცნიერო შრომები, რომლებიც 700 გვერდამდე აღწევდა და რომლებმაც 1923 წლიდან აიღო სათავე და მე-20 საუკუნეში 4-ჯერ გამოიცა, მხოლოდ მის სახელს უკავშირდება. იმ პერიოდში, როდესაც ძალიან რთული იყო თეოლოგიაზე, ღვთისმეტყველებაზე, ღვთისმსახურებაზე საუბარი, კორნელი კეკელიძის მეცნიერულ ნაზრევში ყველაზე ხშირად ისმოდა აკრძალული და საშიში პერსონების სახელები. ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, ეფრემ მცირე, ანთიმოს ივერიელი, პეტრე იერუსალიმელი, მიქაილ პარეხელი. მის ნაშრომებში ყველაზე მეტად იყო დასმული იმ დროისათვის ყველაზე სახიფათო სამეცნიერო მიმართულებებზე, ბიბლიოლოგიაზე, ეგზეგეტიკაზე, ნათარგმნ და ორიგინალურ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებზე და განსაკუთრებით ლიტურგიკაზე. ლიტურგიკა, ანუ ღვთისმსახურება, კორნელი კეკელიძის შესწავლის მთავარი საგანი იყო. კორნელი კეკელიძე არის იმ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციების წევრი. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოების და რაც მთავარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ივანე ჯავახიშვილის მიერ პროფესორთა სიაში ის ასეა მითითებული. მას ევალება წაიკითხოს საეკლესიო მწერლობის ისტორია და ლიტურგიკა, ასევე საეკლესიო ისტორია. 1918 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კორნელი კეკელიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ძველი ქართული მწერლობის კათედრას განაგებდა. მისი ეს ძალიან საინტერესო გზა იწყება 1900 წელს, როდესაც ის კიევის სასულიერო აკადემიაში მიემგზავრება სასწავლებლად. მის ბიოგრაფიებში წერია ასე, რომ ის როგორც მატერიალურად დუხჭირი ოჯახის წევრი, რომელსაც არ ჰქონდა არავითარი შესაძლებლობა, რომ სწავლა გაეგრძელებინა, მიუხედავად თავისი ძალიან მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობისა, გამოჩენილა სახსარი და ის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ხარჯით გაუშვიათ მაშინ კიევის სასულიერო აკადემიაში. მისი პირადი წერილებიდან ჩანს, რომ სინამდვილეში ეს სახელმწიფო ხარჯი ნომინალურია, სიმბოლურია, მის ხარჯებს, მისი ცხოვრებას, სამეცნიერო მოღვაწეობას გულანთებული და კეთილგონიერი ქართველი მოღვაწეები უზრუნველყოფდნენ. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით გამოირჩევა არის კირიონ საძეგლიშვილი. ძალიან მალე კირიონ საძეგლიშვილიც თავადაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მიდის გადასახლებაში და ბალტიისპირეთის ერთ-ერთ მივარდნილ მონასტერში ცხოვრობს. კორნელი კეკელიძის პირად არქივში ინახება მადლიერებით ახსავსე წერილი კირიონ მეორის მიმართ,
მიმართ, ჯერ კიდევ მღვდელმთავრის მიმართ მადლობას უხდის იმის გამო, რომ მას მისცა შესაძლებლობა მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი სურვილი კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლა აესრულებინა. წერილებიდან ვიგებთ, რომ კიევის სასულიერო აკადემიაში მსმენელებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა სამაგისტრო თემად ამოერჩიათ საკითხები მათი მშობლიური ქვეყნებიდან, მათი სამამულო საკითხები, სიტყვასიტყვით, როგორც ამას ამბობს კორნელი კეკელიძე. მასაც ჰქონია სამი ასეთი თემა, რომლებიც გაუგზავნია ეპისკოპოს კირიონისთვის რჩევის საკითხავად. მაგრამ როგორც ჩანს, ეს თემები არ დაუმტკიცებიათ კორნელი კეკელიძისთვის და ბოლოს ერთი საინტერესო შემთხვევა მომხდარა. როგორც ჩანს, კორნელი კეკელიძეს დიდი გავლენა მოუხდენია თავისი ერუდირებულობით, თავისი სამეცნიერო ინტერესებით, თავისი მაღალი ზნეობით იქაურ პროფესორ მასწავლებლებზე და მისთვის დაურთავთ ნება, რომ ეკვლია ქართული საგანძურის ლიტურგიკული ძეგლები. ამით გახარებული კორნელი კეკელიძე ატყობინებს კირიონ მეორეს ამის შესახებ და იწყებს კვლევას. თუმცა კვლევაც თავისებურ სირთულეს უკავშირდებოდა საქართველოში. ამ დროს თბილისში იმ მუზეუმ-საცავებში, სადაც ეს ხელნაწერი მასალა ინახებოდა, ჩვეულებრივ ქართველს ძალიან ძნელად მიუწვდებოდა ხელი. იმპერიის მესვეურები განაგებდნენ როგორც ჩანს ამ თემებს და სწორედ ამიტომ დასჭირდა კორნელი კეკელიძეს კირიონ მეორის შეწუხება. კირიონ მეორეს როგორც ჩანს, მის ხელთ არსებული, მისი საკუთარი ხელით გადაწერილი ლიტურგიკული ძეგლები დაუნანებლად გაუგზავნია კორნელი კეკელიძისთვის და ზაფხულში მისთვის ნებართვა აუღია მუშაობის. კორნელი კეკელიძე იმ წლის ზაფხულს მართლაც მიემგზავრება თბილისში და იწყებს მუშაობას. მღვდელ ნაზარის მიუწერია კირიონ მეორისთვის და უთხოვია მცირედი სახსრები იმისთვის, რომ კიევის სასულიერო აკადემიის პროფესორის ალექსანდრე დიმიტრიევსკის სურვილის შესაბამისად კორნელი კეკელიძე წასულიყო პეტერბურგში და იქ ეკვლია ლიტურგიკული ხელნაწერები. ამ წერილის შესახებ არაფერი იცის კორნელი კეკელიძემ. თუმცა ერთი კვირის თავზე, ეს არის 23 ოქტომბერს დაწერილი, 31 ოქტომბერს წერილი მისდის კორნელი კეკელიძეს იმის თანხმობით, რომ კირიონ მეორე გაუგზავნის ერთი თვის განმავლობაში პეტერბურგში საცხოვრებელ ხარჯებს. ერთი მხრივ ძალიან მადლობელია, რომ ასეთი კეთილი გავლენა იქონია, ასე კეთილად ჩაერია მისი უახლოესი მეგობარი ნაზარი ლეჟავა მის ცხოვრებაში. ძალიან მადლობელია, რომ კირიონ მეორემ გამოუყო მას შესაბამისი თანხა, მაგრამ ეჭვობს, ვაი თუ პეტერბურგში მისი წასვლა არ გამოდგეს შედეგიანი. ვაი თუ ის შედეგი ვერ ჩამოიტანოს, რაც დიმიტრიევსკის მისთვის სურს. ეს რომ ჩემი სახსრებით შემეძლოსო, მე რა თქმა უნდა წავიდოდი და შედეგი დაიდებოდა თუ არა, მე მაინც კმაყოფილი ვიქნებოდიო, მაგრამ თქვენ ახლა, როდესაც ასეთ მძიმე განსაცდელის ჟამს ემიგრაციაში იმყოფებით, შესაძლოა ეს თანხა უფრო მნიშვნელოვანი რამისთვის გჭირდებოდეთ და კორნელი კეკელიძე ეს მოკრძალებული მკვლევარი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი კვლევა და რომლის პასუხსაც ჯერ კიდევ ელოდებიან კიევის სასულიერო სემინარიაში, უკან უბრუნებს მღვდელმთავარ კირიონს. კორნელი კეკელიძის პირადი არქივის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საგა გახლავთ გრიგოლ ფერაძის მასთან მოწერილი წერილები. ეს კორესპონდენცია 1921-31 წლებს მოიცავს და ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე დასაკვირვებლად, თუ როგორ ცხოვრობდა ორი ადამიანი სრულიად განსხვავებულ გარემოში, სამეცნიეროში, პოლიტიკურში, სოციალურში, ერთი და იმავე ინტერესებით. გრიგოლ ფერაძე ევროპაში, ბრიუსელში, ბონში, ბერლინში, საბჭოთა საქართველოში კი კორნელი კეკელიძე. გრიგოლ ფერაძე თავის სამეცნიერო სამუშაოში ძალიან ბევრ რჩევას ეკითხებოდა, ძალიან ბევრ რეკომენდაციას იღებდა კორნელი კეკელიძისგან. და როგორც ჩანს, ის რჩევების, რეკომენდაციების, დარიგებების გარდა ამანათებსაც იღებდა. ამანათებს კორნელი კეკელიძის სამეცნიერო ნაშრომებით, მისთვის საჭირო წყაროებითა და სხვა გამოცემებით სავსეს. გარდა ამისა, კორნელი კეკელიძე და მისი ოჯახი იყო ერთადერთი გზა გრიგოლ ფერაძისთვის საკუთარ ოჯახთან, განსაკუთრებით დედასთან დასაკავშირებლად. სთხოვდა დიდი ხანია, არ მიმიღია არავითარი ცნობა ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით დედის შესახებ და იქნებ რამენაირად მაცნობოთო.
გრიგოლ ფერაძემ კორნელი კეკელიძის შრომებით არაერთი ევროპელი მეცნიერი დააინტერესა. მათ შორის იყო პაულ პეტერსი, ჰაინრიხ ჰუსენი. რთული წარმოსადგენია ერთი ადამიანის ერთი ცხოვრება როგორ უნდა იყოს იმ სათხოვარსა და სურვილებს, რომლებსაც კორნელი კეკელიძის პირადი არქივი ინახავს. მეცნიერთა ფართო წრე, არა მხოლოდ ქართველები, არამედ ევროპელები მასთან ძალიან დიდი სათხოვრებით მოდიან. სათხოვარი არ არის მარტივი, ის ეხება ხელნაწერთა უზადო ცოდნას, ხელნაწერთა მინაწერების ცოდნას, მათი ისტორიის, მათი წარმომავლობის ცოდნას. კორნელი კეკელიძეს თხოვენ მიაწოდონ ამა თუ იმ სიტყვის მისეული წაკითხვები, თხოვენ მიაწოდონ ცნობები რომელიმე წმინდანის შესახებ სხვადასხვა ქართულ ხელნაწერებში. ცნობენ იპოვოს სხვაობები ამ წმინდანის ცხოვრების შესახებ ქართულ ხელნაწერებში. სერგეი ეპიფანოვიჩიც თხოვდა ემუშავა მაქსიმე აღფსარებელზე, შეესწავლა მასთან დაკავშირებული ყველა ქართული ხელნაწერი. ეს მოთხოვნები მეცნიერისგან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას და ხშირად თვეობით მუშაობას საჭიროებდა. მიუხედავად იმისა, რომ კორნელი კეკელიძეს ბრწყინვალე სამეცნიერო კარიერა ჰქონდა, მას აღიარებდნენ როგორც საქართველოში ისე რუსეთსა და ევროპაში. ის იყო ყველაზე დიდი და ანგარიშგასაწევრი ქართველოლოგიური და ფილოლოგიური ორგანიზაციის საპატიო წევრი. მას ანგარიშს უწევდნენ არა მხოლოდ ფილოლოგიის, არამედ მომიჯნავე დარგების სპეციალისტები. მისი არქივი საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობას, საკმაოდ მძიმე ბრძოლას, მძიმე და აუტანელ შინაგან პროტესტს ინახავს. კორნელი კეკელიძეს 1924 წელს დაუხრიტეს ვაჟი ალექსანდრე იატაკქვეშა ორგანიზაციის დაფუძნების ბრალდებით. სხვათა შორის კორნელი კეკელიძესაც ედავებოდნენ ამ ორგანიზაციაში მონაწილეობას. ამ მძიმე ფაქტის შემდეგ კორნელი კეკელიძეც დაუპატიმრებიათ, თუმცა ამ ორგანიზაციასთან კავშირი მისთვის ვერ დაუდასტურებიათ. ერთი წამით წარმოვიდგინოთ იმ ადამიანის ტრაგედია, რომელსაც ასეთი შვილი დაუხრიტეს, რომელსაც ყველა ახლო მეგობარი ამ გარემოებების გამო ზოგი გადაუსახლეს. 16 ტაყაიშვილი ამ დროს გადასახლებაშია. კირიონ მეორე 1918 წელს მარტყოფის მონასტერში მოკლეს. ნაზარი ლეჟავა 1924 წელს საფეჩხიის ტყეში დაკრძალეს. არ არის საჭირო, არავითარი ბრალდება იმისთვის, რომ კომუნისტებმა დაგხრიტონ. აბა გრიგოლ წერეთელი, მისი ახლო მეგობარი, ძალიან მაღალი რანგის ელინისტი, იმისთვის დახვრიტეს, რომ ქრისტეს წამდა და გულზე ჯვარს ატარებდა, თორემ კომუნისტებს თობითა და ზარბაზნით არ გამოკიდებიაო. მისი მეუღლე იგონებს, როგორ მძიმედ განიცდიდა კორნელი კეკელიძე ყველა ადამიანის დაპატიმრებას მის ირგვლივ, როგორ დღეები რჩებოდა სახლში და ვერ გამოდიოდა ამ სტრესისა და პრობლემისაგან. ძალიან რთული იყო ასეთი ადამიანისთვის თავის გატანა. ისეთი სამეცნიერო მწვერვალების დაპყრობა, რომელიც მან შეძლო. კორნელი კეკელიძე მე-20 საუკუნეში მთელი ეპოქა შექმნა, ისეთი, რომ ძველი ქართული ლიტერატურის მწერლობის მსგავსი წიგნის ალტერნატივა ჯერ არ შექმნილა და ის ყველა ქართველი ფილოლოგის და ქართველოლოგიით დაინტერესებული მეცნიერის არა მხოლოდ ბიბლიოთეკების, არამედ საწერი მაგიდების საკუთრებაა. დღეს სამართლიანად არის კორნელი კეკელიძის სახელობის ქართულ ხელნაწერთა ყველაზე მთავარი საცავი საქართველოში. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. როგორც ალექსანდრე ბარამიძე იგონებს, სიცოცხლის ბოლოს უკვე მწოლიარე კორნელი კეკელიძეს წვევია თავისი სტუდენტების ჯგუფი. მას ბევრი რამ დაუბარებია მათთვის და ერთი განსაკუთრებული ასეთი რამ უთხოვიათ. განსაკუთრებული სიფაქიზით მოკიდებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მისთვის ძალიან ძვირფას დაწესებულებას. შეიძლება ანდერძად აღვიქვათ მისი ბოლო სიტყვა, ბოლო რჩევა სტუდენტებისადმი, რომ უნივერსიტეტში შესვლამდე ყოველთვის ჩამოეცილებინათ მხრებიდან მტვერი ქუჩური განწყობილების.